ჩვენ ახლა ჩართვა გვაქვს პირდაპირ ეთერში. ნანუკა მერვანი ჩაგვერთვება, ესე იგი საქართველოს კულტურისა და მეცნიერებათა სამინისტროს ინიციატივით და ასევე თბილისის მერიის ახალგაზრდული სამინისტროსი კიდე ინიციატივით ტარდება სტუდფესტი 2025. და იქ მათ ჩვენ ჩაგვერთვება ჩვენი ნანუკა და მივესალმოთ. მივესალმოთ აუცილებლად და გავარკვიოთ რა ხდება. რა ეტაპზეა ყველაფერი. ნანუკა გისმენთ. მოგესალმები ნატუკა ანდრე მივესალმები ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. მე ახლა ვიმყოფები ლისი ლემაზის ტერიტორიაზე, სადაც ძალიან საინტერესო სტუდენტური ფესტივალი იმართება. დაახლოებით 29 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტი და შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოკლედ, ძალიან საინტერესო ფესტივალი იქნება. თუ ზუსტად რას ემსახურება ამ ფესტივალის ჩატარება, ამაზე დაგველაპარაკება ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება, თუ რას ემსახურება ეს ორდღიანი ტურნირი. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენთვის ახალგაზრდობის სააგენტოსთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს და ახალგაზრდებს შევთავაზოთ ისეთი გარემო, როგორცაც ახლა აქ ხედავთ, უსაფრთხო, კომფორტული, სახალისო ატმოსფერო, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი უნარების, ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენას. ამ შემთხვევაში სპორტის სახეობებში მიმდინარეობს ტურნირები, რამდენიმე 9 სახეობაში ახლა კონკრეტულად ფინალური შეჯიბრებები გაიმართება, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, მოხდება მათი დაჯილდოება, მაგრამ გარდა სპორტის სახეობებისა, კულტურულ, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ აქტივობებშიც მიიღებენ მონაწილეობას ახალგაზრდები და ეს ფესტივალი 6 თვის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო თავგადასავალს შესთავაზებს მათ. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ახლა მე გადავინაცვლებ სტუდენტებთან, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ამ პროექტში. მოკლედ, მითხარით თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამაში მონაწილეობა და ზოგადად სტუდენტებისთვის რა როლს თამაშობს ეს ფესტივალი? სტუდენტური ფესტივალი უნივერსიტეტების პოპულარიზაციასთან ერთად სტუდენტების კომუნიკაციისთვის არის ძალიან კარგი. მე პირადად უკვე მეორე წელია რაც სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროდუქტულთან ერთად შეიძლება ძალიან სახალისოდ გატარდეს ეს დღეები. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, რომ გამოაჩინონ თავისი ლიდერული უნარ-ჩვევები, ნიჭი და გამოცდილება. სტუდენტური ფესტივალი მნიშვნელოვანი არის სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტური ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის. მარტო სწავლით არ შემოიფარგლება და ერთმანეთის უნივერსიტეტები იცნობენ კარგად სტუდენტები და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს სტუდენტურ ფესტივალში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო მე მგონი ეს პროექტი. მოკლედ, მე ხა დაგემშვიდობებით შემოსაყვარლება და ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს უსურვებ კარგ და ბედნიერ დღეს. კარგად